ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევები, აი ბევრი ადამიანი წერს მირეკავს ნაცნობებიც, რომ რაღაც პერიოდია დაეწყოთ შარდვის გაძნელებები, ჯერ ერთი ხშირი შარდვა, მათ შორის ღამე უხდებათ ადგომა და გარდა ამისა, აი თუნდაც მაშინაც კი, როდესაც თქვათ შარდის ბუშტი გადავსებული არ აქვს, აი შარდვის დაწყების წინ რაღაცა ტკივილი თითქოს შეფერხება, აი თითქოს ისეთ შეგრძნება, რომ გადავსებული მაქვს შარდის ბუშტიო და ამავე დროს თვითონ შარდვის პროცესში შარდის ნაკაც არ აქვს ძალა, თითქოს აი რაღაც სუსტად მოდის, თითქოს აი გადავსებული შარდის ბუშტმა რო იცის. და ეს არის გახშირდა ძალიან და ძირითადი მიზეზი ეს არის შაქრები და მათი მოქმედება, მაგრამ რადგანაც შაქრებს ადრეც ვიყენებდი და ასეთი ხშირია იყო ეს შემთხვევები, სავარაუდოდ მე ესე დავასკვენი, რომ ეს არის არაპირდაპირი შაქრების და კონკრეტულად ტექნოლოგიურად დამუშავებული სახამებლების მოქმედება, რადგანაც ტექნოლოგიურად რომ მუშავდება სახამებლები, ისინი გარკვეულ ქიმიურ დამუშავებასაც ესე იგი გადიან და ამ ქიმიურ დამუშავების დროს შიგნით ხდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც შემდეგ აღარ იწმინდება და აი რო იცოდეთ, ხო, ამ სახამებლებისგან მზადდება ჩიფსები, ბავშვის რაღაცა ეს ბურთები, ბატიბუტები, რა ვიცი, ყველაფერი თითქმის აქედან მზადდება, უფრო მეტიც ზეხოულში მას უშვებიან და რა ვიცი, ძალიან ბევრ პროდუქტში გამოიყენება ეს პროდუქტები და სავარაუდოდ აი ამაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები იწვევენ აი ამ მოვლენას. რა შემიძლია გითხრათ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უარი თქვით სახამებლებზე, აი კრახმალებს რო ეძახიან, ხო? პირდაპირ და არაპირდაპირ შაქრებზე და უკვე რამდენიმე კვირაში სრულიად მოგეხსნებათ ეს პრობლემა, მათ შორის ღამე ადგომა მოსაშარდად. თუ დაუშვათ ეს ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ისეთ შედეგი ვერ მიიღეთ, რომელიც გინდოდათ რომ მიიღოთ, მაშინ დაგვიკავშირდით კონსულტაციის მეშვეობით, უფრო ზუსტად დაგილაგებთ კვების რეჟიმს და დაგეხმარებით, რომ ეს შედეგი თქვენთან სრულად განვითარდეს და დადგეს. აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა, რადგანაც ძალიან გახშირდა ეს მომართვიანობა ჩემთან ამ საკითხით. მადლობთ, ნახვამდის.